ურეკავთ მარკუს მეტრეველს, რომელიც დაშორდა მეუღლეს. თუ აიღო დუბაიში არის წასულ, რაც დაშორდა ცოლს, აიწყვიტა დუბაიში. ალბათ ამღერებენ. ალო, მარკუსი მინდოდა? გისმენთ? მარკუს გამარჯობა, ჟურნალი დაბრუნება ედემში. გავიგეთ თქვენი ოჯახის ამბავი, რომ მეუღლეს დაშორდით. დაბრუნება საათ? დაბრუნება ედემში. მაროს და ვისენეთად მაბრუნებთ ედემში, აბა მითხარი. არა, ჩვენ გაინტერესებს თქვენი ოჯახური ამბები, ესეთი ნიუსის ვარ ჩვენ სოციალურ მედიაში და გავიგეთ, რომ მეუღლეს დაშორდით. რა ბედნიერია. საიდან გაიგეთ? გავიგეთ, ჩვენ ყველაფერი ვიცით. გარდაცვალებამდე იმ ხელმა დაწერა. რა საყვარლები? ხმერთო! ძნელი ხმა? როგორ შეიძლება გადაგება არის? რა უთხარი აი. ახატია აი. გაიგე რა თქვა? რა? რომ გარდაცვალებამდე დაწერა სტატუსიო მეუღლემო. აი რა საზღარია, აი რა საზღარია. და თურმე ეს ხომ მოკვდა და ამან მოდელურად გამოიარა და კარები მიკეტა. ხემ იდიოტო! არ გაღირსებ, ეხა მითხარი სანამ არ გვაღირსებ და გაღირსებ და ჯანდაბა, მართალია რომ დაშორდი მეუღლეს. მართალია კი. თანი ძახშა რომ ჩავიცვით. მიცვალებული ტაქსით გაგწა. მიზეზი დაშორების მარკუს რატო დაშორდით ერთმანეთს? მიზეზი? მიზეზ მერე. გაუგეგმავი ფეხი. ნუ მაინც გითხარი. გაუგეგმავი ფეხი მოპაო. არანაირი მიზეზი არ აქვს, გადა იმისა, რომ რაღაც ახალ ეტაპზე ვართ ორივე. ანუ ეხლა ხარ კარგ ეტაპზე სახლი რო აი აგარაკი რო გაგიკეთეს, გაგირემონტეს, კედლები კარგად ავეჯი შეიტანე. კაი მოგზაურობებში იგრიალე, ეხლა აღარ გინდა ისე პირადის გამიტანე. სოფელში სახლი გაარემონტებინ ემქრასო სიბერეში აქ ვიცხოვრებთო. ანუ შენი აზრით მე რა ვსწავლობდი? ანუ აგარაკი და სოფელი ერთ და იგივე არ არის? მომეწმინე ეს გავაკეთე. იმ ხალხო რაღა უნდა დავბერდეო. ორივე ერთად რატო გაარკეთეთ? აი რატო? მიზეზი რა იყო? ორივე ერთად ვაკეთებთ და ვაშენებთ ამახარა. ვისი ფული იყო? ეხლა შენ თუ აგურძდებდი სხვა რაღაცა, ფული ვისი იყო? ორივე, რა თქმა უნდა, ორივე. 10 ლარი შენი, 100.000 იქით. რატო გონია რომ ეს ბენზინის ფული იყო შენი, იმაში რომ გადიოდი სადმე სავაჭროდ და იქ დანჩენი ბარათზე. ტიკ 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 ტიკ. ვინმო